კავკასიური სახლის დღევანდელი კონფერენცია მიეძღვნება ისლამს და მუსლიმურ თემს საქართველოში. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვისაუბრებთ ამაზე. იქნებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე გვეყოლებიან სტუმრები ბანკისგან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან. შესაბამისად დარწმუნებული ვართ, რომ საინტერესო და პროდუქტიული დღე გვექნება. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ყველას განსაკუთრებით ჩვენ სტუმრებს, რომლებმაც საკმაოდ გრძელი გზა განვლეს, ეს როგორც მოგეხსენება ჩვენ ყავს მონაწილეები ბანკის ხეობიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან. დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოახერხეთ და ჩამოხვედით და მონაწილეობას იღებთ დღევანდელ შეხვედრაში. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იქნება ისლამი და მუსლიმური თემი, საქართველოს მუსლიმური თემი. კავკასიური სახლისთვის ზოგადად იცით ალბათ, რომ ეს თემა არ არის ახალი. ჩვენ სხვადასხვა კუთხით, არა მაინც და მაინც ისლამის კუთხით, არამედ სხვა მიმართულებითაც ყოველთვის მუშაობდით ამ საკითხებზე. შეგახსენებთ, რომ ალბათ ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო კავკასიური სახლი, რომელიც მუსლიმ მესხების უფლებებს იცავდა თავის დროზე და ჩვენი გამგეობის თავმჯდომარე მწერალი საზოგადო მოღვაწე ქალბატონი ნაირა გელაშვილი ამის გამო ბევრ პრობლემასაც წაწვდომია. შემდეგ უკვე მოგვიანებით რუსულ-ჩეჩნური დაპირისპირების პირველი და განსაკუთრებით მეორე ომის შემდეგ მოგეხსენებათ, რომ ბანკის ხეობაში და მთლიანად საქართველოში ძალიან ბევრი დევნილი მივიღეთ ჩვენ იმ დროს და კავკასიური სახლი მაშინაც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ჩეჩნებსაც და ბანკისელებსაც გვერდზე ედგა და ამის გამო ჩვენი საფრთხე და სხვადასხვა სახელით გაუჟღერებია მას რუსული ტელევიზიების ეთერებში. თუმცა ეს ყველაფერი გადავიტანეთ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და განსაკუთრებით ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის ჩვენი ამ შემთხვევაში კავკასიური სახლის საქმიანობა თარგმნელობითი და ზოგადად ლიტერატურას თანამემართებაში და აგერ ჩემს ხელმარჯვნივ, მე მგონი თქვენთვის ყველასთვის ძალიან მარცხნივ უკაცრავად საპატივცემულო ადამიანი გიორგი დობჟანიძის, რომელთან ერთადაც კავკასიურმა სახლმა რამოდენიმე წლის წინ გამოსცა ყურანი ქართულად. ეს არის უფრო სახელმწიფოს პოლიტიკის კვლევა ზოგადად მუსლიმურ თემთან დაკავშირებით და საერთოდ ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში. კვლევის ფარგლებში ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი გამოიკვეთა, რომელზეც უკვე უშუალოდ კვლევარები და იმ სამი სესიის განმავლობაში ვისაუბრეთ, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ბრიტანეთის საელჩო საერთოდ მრავალ პროექტს აფინანსებს საქართველოში მრავალი წლის მანძილზე და ცდილობს ისეთი საკითხებით დაკავდეს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველოს მთავრობისთვის და ხელისუფლებისთვის, მაგრამ ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრს მუშაობს ბრიტანეთის საელჩო კონფლიქტურ რეგიონებზე და კონფლიქტის საკითხებზე, არის თემები, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა დაეთმოს შესაბამისი ყურადღება მიექცეს შესაბამისად. ისლამი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის და საერთოდ რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს კვლევა, რომელიც გიორგიმ აღნიშნა, ჩატარდა, სულ მალე გვექნება ამ კვლევის ნახვის საშუალება. და ვფიქრობ, რომ ძალიან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღეს ამ შეხვედრის გამართვა, რადგან მოვისმენთ სხვადასხვა მომხსენებლებს, სხვადასხვა თემებით და რაც მთავარია მოვისმენთ იმ ხალხის მოსაზრებას, ვინც არის ჩამოსული რეგიონებიდან, იმედია დისკუსიაზეც ნაყოფიერი იქნება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდად მადლიერი დარჩი, რომ მე ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში ვცხოვრობ. მომიწვია კავკასიური სახლმა თბილისში რელიგიური კონფერენცია, რომელიც სტარდება თბილისში, ისლამის საქართველოში ამ სახელწოდებით. სახელმწიფო პოლიტიკური ხედვა რეგიონებიდან
ესე იგი ჩვენც მოგპატიჟეს ყველა, მადლიერია ძალიან ამ ორგანიზაციის, რომელიც დაამკვიდრებს თანდათან ჩვენთან უფრო მეტ სოლიდარობას, უფრო მეტ ტოლერანტობას, ტოლერანტულ საქმიანობას გაიხინა დღეს ამ საკითხებზე და უფრო მეტად გვექნება მშვიდობიანობა ჩვენ სამშობლოში და წინსვლა გვექნება ყველას და ამით რელიგიური ექსცესები საქართველოში თანდათან ამოიძირკვება და გვექნება მშვიდობა. თუ იქნება სამართალი, სახელმწიფო სამართალი თავის დონეზე რელიგიური ექსცესივით აღმოიფრება თანდათან და გვექნება მშვიდობა ქართველებს. მე როგორც მუსლიმანი ქართველი ვემადლიერები ამ ორგანიზაციას ასეთნაირი ძვირფასი თათბირის ჩატარებისათვის. წარმატებებს ვსურვებს კიდევ ყველა ქართველს განურჩევლად თავისი რელიგიური მინდევრობისა. ის რომ ისლამი საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ძნელი სათქმელი ეს კარგია თუ ცუდია, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა და ცხადია ამ რეალობას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროთ. ის რომ საქართველოსთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, თავად მისი ეთნოკონფესიური რეალობა მეტყველებს ამაზე ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ისლამის მიმდევარია და გარდა ამისა ის რამდენიმე ეთნიკური ჯგუფის სახით არის წარმოდგენილი. ჩვენ ყავს ქართველი მუსლიმები, აზერბაიჯანელი მუსლიმები ყავს ჩვენი პანკისელი მუსლიმები და იქ მცირერიცხოვანი ჯგუფი დაუშვათ ლეკებისა და ასე შემდეგ და შემდეგ. ანუ თავისთავად ეს სურათიც ნათლად წარმოაჩენს თუ დღევანდელი საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და რამდენად სწორი ფრთხილი და მოზომილი სახელმწიფო დამოკიდებულება იმისათვის საჭირო, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი მულტიკულტურულობის ის ხარისხი და ის ასე ვთქვათ განცდა, რომელიც აქამდე გვაქვს და ამას არ შეექმნას საფრთხე. ხეობაში, რა ვიცი, ისეთი რაღაც დიდი პრობლემები გქონდეს, არ არსებობს, არა გვაქვს დიდი პრობლემები, ერთადერთი და უმთავრესი პრობლემა რაც არის ეს დასაქმების პრობლემაა, რაც საქართველოს ყველა კუთხეშია, როგორც ხეობაში, დასაქმების პრობლემა და სხვა პრობლემები, რა ვიცი, ჩვენ ძირითადად ხეობაში არ გვაქვს, მშვიდად, წყნარად, წესიურად ცხოვრობთ. დღეს დისკრიმინაციის მხრივ რაც შეეხება ახლა საზღვარზე გასვლა-შემოსვლის პრობლემები გვაქვს ყველას. მე პირადად ეს პრობლემები მაქვს, ხან საათი, საათნახევარი მაჩერებენ ხოლმე. და ვიღაცეების ჩარევა სჭირდება ხოლმე, სანამ შემოვალთ. არ ვიცი ახლა როგორ ვართ მინიშნებული მაგ კომპიუტერში ან საზღვარზე, მაგრამ სანამ არ დარეკავენ და ვიღაც უფლებას არ მიიღებენ, ვიღაც თანხმობას არ მიიღებენ, არ გვიშვებენ ჩვენ საზღვარზე. არც შემოსვლისას, არც გასვლისას და ეს რაღაც მგონია, რომ უფლებების შეზღუდვაა. ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქე, მე რატო ვერ უნდა შემოვიდე მარტივად საქართველოში, როცა შემოდის ებრაელი, არაბი, სომეხი, რუსი იქნება თუ სხვა იქნება. რატო ვიზღუდებით ჩვენ, ხო? ეს პრობლემა არსებობს და დღეს რაზეც უნდა ვილაპარაკო, იგივე თუ პანკის ხეობის მცირე პრობლემებზე და სრულიად საქართველოს პრობლემებზე და მინდა ვილაპარაკო, რა თქმა უნდა, რელიგიური მხრით, რომ აქ ჩვენი სასულიერო მხარე, ჩვენი სულიერი ლიდერები, კადრები და რაზეც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება, რომ კადრები ინიშნებიან სახელმწიფოს მიერ და ეს მიუღებელია ყველა სარწმუნოებაში, იქნება ქრისტიანობა თუ ისლამი. კადრების დანიშვნა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და ამით რო უნდათ მართვა და კონტროლი მუსლიმებზე ეს შეცდომაა. და ამაზე მინდა რაც ვიცით, სულ ყველგან ხლა მუსლიმი არსად არ ირჩევს მუფტს. ჩვენ ვერ ვირჩევთ ჩვენ მუფტს ხო საქართველოში და ეს მრევლის მიერ უნდა გახდეს, მუსლიმანმა ხალხმა უნდა აირჩიოს და ამაზე მინდა ვილაპარაკო და გავამახვილო ყურადღება. დიდი მადლობა. როგორც ასეთი სეკულარიზმი ნიშნავს სეკულარიზაცია, ნიშნავს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამიჯვნას. ეს არის პროცესი, რომელიც იწყება ფრანგული რევოლუციის მიერ 1789 წლის მიერ იწყება ეს პროცესი. და ზოგადად ფრანგულმა რევოლუციამ დააყენა საერთოდ ეს საკითხი, როდესაც
რადგან საკითხი საერთოდ ახალისა და ძველის ახალი ლოკალური ევროპული ღირებულებები და გლობალური ადამიანის უფლებები უპირისპირდება ერთმანეთს და ეს ევროპამ უნდა გაარკვიოს და გარკვეული აზრით დასავლეთმაც ალბათ უნდა გაარკვიოს რა შეა საქმე და რატომ ითქმულებდა ევროპაში ესე იგი უნივერსალური გლობალური უფლებები მათ შორის ადამიანის და რელიგიის ასე სოფელი რომელშიც მოვიდა განკაცებული ღმერთი მოვიდა ამ სოფელში და სოფელმა ის ვერ იცნო ხოლო თავისიანი რომ არის ესეთი არაჩვეულებრივი სიტყვა fer გერმანული სიტყვა fer Wertlichkeit ეს სეკულარიზაცია ხმარობენ ინგლისურად და გერმანულად ეს არის fer Wertlichkeit ანუ ოკუპანტურ ენაზე ეს ჟღერს შემდეგნაირად obmirschenie ანუ fer Wertlichkeit ნიშნავს სიტყვასიტყვით ანუ ზიანობა გულისხმობს იმას და ყველა ნორმალური რელიგია გულისხმობს რომ არსებობს მარადისობა და არსებობს დროებითობა არის რაღაცა დროითი რაც წარმავალია და არსებობს მარადისობა რომელიც დაკავშირებულია ღმერთთან და აი ეს სოფელი ცდილობს რომ ეს მარადისობა და ღმერთი რაღაცნაირად დაეპატრონოს მაგრამ ესე ვერ ხდება მაგრამ დრო აი ხდება ისე რომ ადამიანი ვარდება აი ამ უთისუფლდება თუ შეიძლება ეს მეგობრები ქართველი მუსლიმები საქართველოში მცხოვრები მუსლიმები და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რაოდენ აუცილებელია ასეთი სივრცეების შექმნა სადისკუსიო სივრცეების შექმნა ქვეყანაში სამსჯელო სივრცეების შექმნა იმაზე რაც ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია ჩვენი რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად თუ კი ჩვენ გვინდა და ცხადი ასეც უნდა იყოს რომ ავაშენოთ ერთიანი ქართული სახელმწიფო ერთ პრინციპებზე სამოქალაქო პრინციპებზე შეთანხმებული ქართული სახელმწიფო ცხადია ისლამის კვლევა მნიშვნელოვანი რამ არის ამ ასპექტით ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო თქვა საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ისლამი დიდი სკოლა არსებობდა აღმოსავლეთმცოდნეობის უკვე ორი საუკუნეა ამის ორ საუკუნეს ითვლის ეს სკოლა და მათ შორის მუშავდებოდა ისლამის სხვადასხვა საკითხი ძალიან ძირეულად ითარგმნა ყურანი როგორც მოგეხსენებათ გამოიცა ქართულად რასაკვირველია ეს პირველი ნაბიჯი იყო რომელმაც შეიძლება დღეს რო უყურებდე მე თვითონ ჩემ ნამუშევარს ბევრი რამე თმაყოფილი არ დავრჩე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო ნამუშევარი რომელმაც ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი ბევრი რამე განაპირობა და მათ შორის გარკვეულ საკითხებზე დისკუსიის მსჯელობის წამოწყება რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირდაპირ იერიშზე გადმოდიან შეკითხვებით არის თუ არა ყურანში ამ ყველაფრის წანამძღვრები ან როგორ შეიძლება ასე ვთქვათ განიმარტოს ან რა განმარტებას მივცემ მე მაგალითად იმას რაც მოხდა საფრანგეთში ტერორიზმს არანაირი გამართლება არ აქვს და არც რელიგია არ აქვს ცხადია ეს არის აბსოლუტურად დამახინჯებული გაგება რელიგიისაც და რწმენისაც ჩემი აზრით მაგრამ ფაქტი ის არის რომ ასეთი რამ მსოფლიოში ხდება და ფაქტი ისიც არის ძალიან სამწუხარო რომ ეს ყველაფერი ისლამის სახელს უკავშირდება თუ რას ამბობს მოძღვარი ეს პრობლემა სერიოზულად დგას დღევანდელი მართლმადიდებლობის წინაშეც და ცხადია არის მუსლიმური სამყაროს სხვადასხვა რეგიონშიც. ცხადია, როდესაც საღვთო წერილის ინტერპრეტაციაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში მაინც და მაინც არ გულისხმობთ ტექსტის ჰერმენევტიკულ ახსნა განმარტებას. აქ ლაპარაკია მარტივად ყოფით დონეზე მოცემული ინტერპრეტაციების შესახებ, რომელიც წამკითხველის პირად დამოკიდებულებას აირეკლავს და არაობიექტური სინამდვილიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებს. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კავკასიურ სახლს და ბრიტანეთის საელჩოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიების ორგანიზებაში, ამ ღონისძიების ასე მაღალ დონეზე ჩატარებაში. უნდა გითხრათ, რომ თვითონ თემა ისლამის საქართველოში არის უაღრესად მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ დღეს ისლამის პრობლემა დგას ძალიან გლობალურ ასე ვთქვათ დონეზე, ძალიან სამწუხაროდ ხდება ყოველდღიურად ისლამის გაიგივება ტერორიზმთან სამწუხაროდ არც ეს შორს ჩვენგან შეიქმნა ძალიან საშიდა ასე ვთქვათ
სამწუხაროდ ისევ და ისევ ისლამთან ასოცირებული ორგანიზაცია, ეგრეთ წოდებული ისლამის რესპუბლიკა, რომელსაც თვითონ ევროპელებმა სახელი შეუცვალეს იმდენად, რამდენადაც სრულიად და ყოვლად შეუძლებელია ისლამის გაიგივება იმ უმსგავსობასთან, იმ სისასტიკესთან, იმ არადამიანობასთან, რასაც ეს სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაცია ჩადის. დაუშვებელია საერთოდ რომელიმე ნებისმიერი წმინდა რელიგიის საერთოდ ძალადობასთან დაკავშირება. სპეციფიური საკითხები, რომლის საფუძვლიანი ცოდნა და გაანალიზება ძალიან დაეხმარება სახელმწიფოს იმისთვის, რომ დღემდე არსებული პრობლემები იქნას აღმოფხვრილი და მომავალში იყოს გარკვეულწილად მოხდეს პრევენცია შეცდომებისაგან. შემდგომი ასევე ძალიან საინტერესო თემა ბატონი გიორგი სანიკიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გვესაუბრება რეგიონში ისლამის რადიკალიზაციის პროცესზე და საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე. დიდი მადლობა პირველ რიგში კავკასიურ სახლს მოწვევისათვის ასეთ საინტერესო ღონისძიებაზე და მნიშვნელოვან შეხვედრაზე. მივესალმები ჩვენ მუსლიმ თანამოქალაქეებს და გამოგიდგეთ მოხსენებაც, რომელსაც გარკვეულწილად ჩემ მეგობრების მიერ გამოთქმულ საკითხებსაც შევეხები, ასე ვთქვათ, და რეგიონის თვალსაზრისით აქ ხაზს გაუსვა მე, რომ აქ არა კავკასიის რეგიონზე იქნება მხოლოდ საუბარი, არამედ იქნება ზოგადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე. იყო ასეთი ტერმინი ამ საუკუნის დასაწყისში დიდი ან ფართო ახლო აღმოსავლეთი, დღეს რომელშიც კავკასია და ცენტრალური აზია შედიოდა, დღეს ეს ტერმინი მეტნაკლებად მივიწყებულია, მაგრამ ალბათ ამ რეალობიდან უნდა გავმოვიდეთ საერთო რეალობიდან, რადგანაც იგივე საქართველო გეოგრაფიულად და ისტორიულად გარკვეულწილად ამ რეგიონის ნაწილია. ეხლა პირველ საკითხს ალბათ შევეხები ძალიან მოკლედ, ესე იგი ძალიან კარგი არის, რომ შემდგომ სხდომებზე უფრო კონკრეტულად არის განხილული საკითხები, ამიტომ მე უფრო ვეცდები ზოგიერთი საკვანძო მომენტი გამოვყო ჩემი მოხსენებისას. პირველ რიგში შევეხოთ ტერორიზმს. ტერორიზმი, რა თქმა უნდა, მუსლიმების გამოგონება არ არის, ტერორიზმი არის, ასე ვთქვათ, რადიკალი, უზნეო და ასე შემდეგ ადამიანების მოქმედების ხერხი, ასე ვწოდებდნენ, რადიკალი ღარიბების მოქმედების ფორმასაც. 60-70-იან წლების ევროპა მოიცვა, ვთქვათ, იგივე მემარცხენე ტერორიზმმა, ნაციონალისტურმა ტერორიზმმა. შემდეგ რაც ხდებოდა ახლო აღმოსავლეთში და გაცდა ახლო აღმოსავლეთს გარკვეულწილად გლობალური ხასიათიც მიიღო, უკავშირდებოდა ბრჭყალებში სვამ ეგეთ წოდებულ მუსლიმურ რადიკალურ მოძრაობებს, ვიცით ჩვენ ასეთი უპირველეს ყოვლის არის ალ-კაიდა და ასე შემდგომ. ეს პირველი მომენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაკავშიროთ. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, აქ მე გამოვყოფთ, რადგან ისტორიკოსი ვარ, ისტორიულ ჭრილში მივასწავლე საკითხების განხილვა, რა მოძრაობა მიდის ახლო აღმოსავლეთში და რას წარმოადგენს ეგეთ წოდებული დაიში ან თვითონ საკუთარ თავს დღეს უწოდებენ ისლამურ სახელმწიფოს. დაიში დღეს იხმარება ძირითადად ევროპაში ეს ტერმინი, ეს არის აკრონიმი, აბრევიატურა ერაყისა და სირიისას არაბულიდან. ეს არის გარკვეულწილად ძალიან რადიკალური ფორმით განსხვავებით სხვა მუსლიმური მოძრაობებისაგან ერთიანი ძალიან კაცრად შემოსაზღვრული იდენტობის შექმნის მცდელობა. ერთიანი იდენტობის შექმნის მცდელობა რელიგიის საფუძველზე არ არის საბრძოლოდ ახალი მოვლენა, ეს იყო ქრისტიანობაშიც, ეს იუდაიზმს ზოგადად ახასიათებს, ისლამშიც მსგავსი რაღაცა იყო ყოველთვის და ამას ეფუძნებოდა თავდაპირველი ისლამი, რადგან გამსაძღველი იყო მოწმუნეობა ამ შემთხვევაში. ტერორისტული წარმონაქმნის
არსებობასთან დაკავშირებით, როგორიც არის ისლამური სახელმწიფო ან ორგანიზაციები, როგორიც არის იქიმე ალ-კაიდა. დღევანდელი კონფერენცია დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო სიღრმეებში წავიდეთ, უფრო მეტად გავიგოთ თუ რა პრობლემები დგას დღეს ისლამთან დაკავშირებით საქართველოში, რომ დგას და ეს ძალიან რთულად დგას, ეს უკვე ფაქტია, თუნდაც ის რომ ბოლო წლების განმავლობაში პანკის ხეობაში სამწუხაროდ არ არის ისეთი მდგომარეობა ტრადიციულ ისლამთან მიმართებაში, სამწუხაროდ სხვა უფრო რადიკალური მიმდინარეობა არის, ასე ვთქვათ, მომძლავრებული. აქვე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ პანკის ხეობაში ამ სალაფიზმის უდიდესი ნაწილი არიან ძალიან ზომიერი მუსლიმები და მათთან, რა თქმა უნდა, არც ტრადიციული ისლამის მიმდევრებს და არც საერთოდ ხეობის მოსახლეობას და არც საქართველოს მოქალაქეებს დარწმუნებული ვარ, არავითარი პრეტენზიები არ აქვთ, მაგრამ თვითონ ის რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც სკოლის მერხედან საკუთარი ნებით, იდეოლოგიური ზემოქმედების საფუძველზე ბავშვებს სასაკლაოზე უშვებენ, აი სწორედ ამ ძალასთან გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი პრეტენზიები. უნდა გითხრათ, რომ არც ქისტ ხალხს, არც საქართველოს, არც კავკასიას ამ უცხოომში დასაკარგი შვილები არ ყავს. ამდენად დღევანდელ დღეს, როდესაც ასე რთულად დგას ისლამის გაიგივების საქმე ტერორიზმთან და როდესაც ძალიან ღიად საუბრობენ დღეს საფრთხეებზე, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, ეს ძალიან რეალურია. ამდენად მსგავსი კონფერენციების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება თუ რა ხდება ისლამის კუთხით და როდესაც ამ კონფერენციაში იღებენ ისეთი დიდი მეცნიერები, თეოლოგები, როგორიც არის ბატონი გიორგი ლობჟანიძე, ყველა მუსლიმისათვის ძალიან საყვარელი და ძალიან უნიჭიერესი ადამიანი, ბატონი ზაზა ჩათერიშვილი, ბატონი გიორგი ისაკაძე, ძალიან ბევრი სხვა ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საერთოდ ისლამთან მიმართებაში უფრო ღია იყოს საკითხი და საერთოდ მოსახლეობამ უფრო მეტი იცოდეს და საერთოდ ამ საკითხის მოგვარებისკენ წავიდეს საქმე.